ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ. Premშვიდობის ნინო მეუნარგია მოგესალმებით ეთერშია გადაცემა ჩვენ აქ ვართ. გეტყვით რომ 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა 1992 წელს გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანი კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულალყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები განიცდიან. დღეს ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ სტუმრებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ასევე ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ შშმ პირთა არსებულ რეალობაზე, მიღწევებზე, გამოწვევებზე, ცვლილებებზე, საკანონმდებლო დონეზე. სტუმრები გახლავან აჭარის რეგიონში შშმ პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის კოორდინატორი თომა კაკაბაძე, მეორე ბლოკში კი ჩაგვერთვება კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის თავმჯდომარე გია ძნელაძე. ახლა კი სატელეფონო ხაზია თომა კაკაბაძე. თომა, მოგესალმებით. მოგესალმებით, მშვიდობის მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით ქვეყნებად. თომა, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. უპირველეს ყოვლისა უნდა მოგიკითხოთ, როგორ გრძნობთ თავს? პანდემიის ფონზე. მადლობა, კარგად ვარ, მადლობა ღმერთს, COVID არ შემოუტევია ჩემთვის. ძალიან კარგი, გისურვებთ ჯანმრთელობას უპირველეს ყოვლისა. თომა, როგორც აღნიშნე, ჩვენი საუბრის თემა იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე და ვიტყვით რომ საქართველოს უკვე წლების განმავლობაში აღნიშნავს ამ დღეს, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, წელს დაგეგმილი ღონისძიებები კი არა და ღონისძიებები არ დაგეგმილა. თავარი არის უპირველეს ყოვლისა ჯანმრთელობა. და როგორც აღნიშნეთ, 1992 წელს გაეროს მიერ დაარსდა შშმ პირთა საერთაშორისო დღე და მოდით ვისაუბროთ ამ დღის მნიშვნელობის შესახებ. გისმენთ. როგორც შესავალში აღნიშნეთ, ანუ მრავალსაუკუნოვანი დისკრიმინაციის დისკრიმინაციული გარემოს ცვლილებებს ეხმიანება, ასე ვთქვათ, ეს დღე და ჩვენ გსურს, რომ გავაჟღეროთ ის პრობლემები, რაც ათწლეულებია და საუკუნეებია ალბათ არსებობს ჩვენ სამყაროში, ასე ვთქვათ, სოფლიოში და იმ განვითარებულ ქვეყნებსაც კი, ვინც ვთქვათ, ეს კონვენციის რატიფიცირება მოახდინა და ასე შემდეგ და ამ დღის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ და აღნიშნავენ. არც იქ არ არის იდეალური მდგომარეობა, როგორც ჩანს, რადგან ეს თარიღი არსებობს და ასე არათუ ახსანითი თარიღია, რაღაც სადრესასწაულო და რაღაც ცეკვა თამაშის თარიღია, არამედ უფრო უფლებრივ ჭრილში მიდის ეს თარიღი, შეხსენება გვიწევს გარემოს პრობლემები, გარემოდან გამოწვეული პრობლემები, საზოგადოების არაჯანსაღი დამოკიდებულებების გამო და ასე შემდეგ, საკანონმდებლო ხარვეზების და ასე შემდეგ. ანუ ერთი მხრივ გვიწევს საზოგადოებისთვის თავის შეხსენება, მეორე მხრივ ხელისუფლებისთვის თავის შეხსენება, რომ ჩვენი უფლებები დღემდე ილახება და რაც შეიძლება მეტით ნაბიჯებია გადასადგმელი ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, ეს პანდემიამ ხელი შეუშალა სხვადასხვა აქტივობებს და ყველაფერმა გადაინაცვლა დისტანციურ რეჟიმში, ასე მოგვიწიათ 3 დეკემბრის აღნიშვნა. თომა, თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენი უფლებები ილახებაო, თუმცა მოდით გადავალოთ თვალი, ხო, თუნდაც უახლოეს 10 წელს. რა იყო 10 წლის წინ და რა არის დღეს? საქართველოში. როგორ ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები? რა არის ის მთავარი გამოწვევა, ვის წინაშეც თემი დგას დღეს და მიღწევებზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ და აღნიშნოთ. თუ გადავავლებ თვალს წინა 10 წელს, განვლილ 10 წელს, დამნიშნულოვანი ცვლილებები განხორციელდა, ასე ვთქვათ და ვერ ვიტყვით, რომ ეს 10 წელი ტყუილად უქმნეთ ისხედით და არაფერს არ ვაკეთებდით. რა თქმა უნდა, გადაიდგა ნაბიჯები, საკანონმდებლო მხრითაც კონვენციის რატიფიცირება ვიცით, რომ 2013 წელს მოხდა და 14-ში შევიდა ძალაში. ვიცით რომ მივიღეთ დადგენილება სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარებასთან დაკავშირებით, რომელიც იგივე მისაწვდომობის სტანდარტებია, ვთქვათ, მარტივენაზე რომ გასაგები რომ იყოს. 2020 წელს, ანუ წელს ზაფხულში მივიღეთ კანონი შშმ პირთა უფლებების შესახებ, რომელიც უპრეცედენტოა. მაგრამ თავარი არის იმაში, რომ რამდენად გავიზარდეთ ჩვენ. ერთია რომ დოკუმენტები მივიღეთ. მეორეა, რამდენად შეგვიძლია ამ დოკუმენტების ახსრულება სწრაფად და მოქნილად და მესამე, ანუ
საზოგადოება ჯერ კიდევ სად არის, ანუ ამას კვლევებიც ადასტურებს, რომ წინსვლა გვაქვს, UNDP-ის კვლევა გამოქვეყნდა ოქტომბრის თვეში, სადაც საუბარია იმაზე, რამდენად მიმღებლურია საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან მიმართებაში. ამ კვლევამ დაადასტურა, რომ ნახევარზე მეტი საზოგადოების ანუ ღიაობას ამჟღავნებს შიშინულ პირებთან მიმართებაში. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მათთვის მისაღებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომ ჩართული იყოს. ეს არის ფიქრობ წინ გადადგმული ნაბიჯი საზოგადოების ყველა სფეროში, ყველა სეგმენტმა იმუშავა ამ მიმართულებით და ეს არის კარგი მიღწევა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ კიდევ მაინც ძალიან შორს ვართ, იმიტომ რომ მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებისა, უფრო მეტად უნდა ვიყოთ წინ, მე ვფიქრობ, უფრო მეტად ქმედითი უნდა ყოფილიყო ის დოკუმენტები, იმიტომ რომ კონვენცია შეჯერობით როგორც კონვენცია ასე გვაქვს. ანუ აღსრულების მექანიზმშია პრობლემა. კი, აღსრულების მექანიზმში გვაქვს პრობლემა. თემით არც ისე ძლიერია, რომ მოთხოვნა უფრო ყოველდღიურ რეჟიმში ფიქსირდებოდეს და უფრო ბრაულის მომცველი იყოს, ანუ ბევრ ადამიანს მოიცავდეს და ბევრი ადამიანი ამბობდეს და აფიქსირებდეს საკუთარ პოზიციას. ესეც გამოწვეულია სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო, განათლების მიუწვდომლობა, დასაქმების მიუწვდომლობა, ის ადამიანების გარემოში გადაადგილების პრობლემები და ასე შემდეგ. ანუ კომპლექსურია პრობლემა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ძალიან ცუდად ვართ, რაღაცები ისვლა არის, ერთ ადგილზე არ ყოფილვართ. თავარი ეხლა არის ჩვენი მიზანი და ყველას მიზანი, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი თითქმის გვაქვს და ამ დოკუმენტების აღსრულებაზე უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად, ანუ ყველა ერთად უნდა დაირაზმოს, რომ მოითხოვოს და შეაწუხოს მთავრობა, თუნდაც იმიტომ რომ თვითონ მთავრობის წევრები ამბობენ ამას, რომ შეგვაწუხეთ და შეიძლება ხშირად აქტიურეთ და მოგვიწოდეთ იმისკენ, რომ ანუ არ გადავერთოთ სხვა თემებზე, ამ თვითონ მე მომისმენია, რომ ეგრე ამბობენ, ამიტომ ყველას მოუწოდებ, ყველას ვთხოვ, რომ მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს იმისკენ, რომ გაეცნონ ამ დოკუმენტებს სიღრმისეულად, იმ კანონს თუნდაც, კონვენციას და ასე შემდეგ და ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით იმუშაონ საკუთარი უფლებების რეალიზებისთვის. და აქტიურად მოითხოვონ საკუთარი უფლებების რეალიზება. ჩვენ ხარს დაუჭერთ ნებისმიერ განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, რა თქმა უნდა, მუშაობთ ამ მიმართულებით, გვაქვს შეხება ყველანაირი შეზღუდვის მქონე ადამიანთან და შეგვიძლია ნებისმიერ ადამიანს მიყვეთ იურიდიული საკითხებიდან დაწყებული, რა ვიცი, პირადი გამოცდილებით გაზიარება. თუმცა ამასობაში ისიც უნდა აღვნიშნოთ, ხო, აი ამ პერიოდში გაძლიერდა და გაიზარდა რეაბილიტაციის პროგრამები, ხო? ამასობაში ნუ ვიცით, რომ 2006 წლიდან რაც შეეხება განათლების სისტემას ნორვეგიული მოდელი დაინერგა, ანუ ნორვეგიის სამეფოსთან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და ანუ ეს ინკლუზიურ განათლებაზე ვსაუბრობ და აქედან გამომდინარე, ხო, რაღაც გარკვეული წინსვლებიც არის, ნუ ფაქტია, რომ საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლება დანერგილი და ჩვენ ვხედავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, ხო, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს სკოლებში. ასევე აქვე უნდა აღვნიშნოთ და დავამატო ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ პატარების ბავშვების მოსწავლეების მიმღეობა, ხო? ჩვენ ყველაფერთან ვხვდებით იმაში, რომ ეს არის ბუნებრივი ინტეგრაცია, ბუნებრივი პროცესი და როდესაც ეს ხდება ბავშვობიდან, შედეგი ყოველთვის იდება. ასევე ნუ არ შეიძლება ის არ აღვნიშნოთ, რომ თუნდაც რამდენიმე წლის წინ, აი სადღაც 9 წლის წინ მე დავიწყე ამ მიმართულებით მუშაობა და მაშინ ნუ ფაქტიურად არც საჯარო სექტორში და არც კერძო სექტორში შშმ პირებს ვერ ხედავდით, ეხლა უკვე ეს ადამიანები დასაქმდნენ ბუნებრივია, პროცენტული მაჩვენებელი არის მცირედი, მაგრამ ის რო დასაქმდნენ, ეს უკვე ძალიან კარგი. და რაც შეეხება გარემოს ხელმისაწვდომობას, ნუ კი აი ხა დედაქალაქში ლურჯ ავტობუსებს ხედავთ, თუმცა აი ჩვენ სანამ დავშოთ ეთერში შემოვიდოდით, საუბრობდით, ხო? ჩვენ ვერ ხედავთ შშმ ადამიანებს, დავშოთ ამ ლურჯ ავტობუსებში, ხო? ესე იგი, რაც შეეხება გადაადგილებას, ეს პრობლემა ისევ და ინფრასტრუქტურას და ადაპტირებას, ანუ ეს პრობლემა მაინც ძირითად პრობლემად რჩება და კიდევ უნდა აღვნიშნოთ ის, რომ როდესაც საუბრობთ შშმ ადამიანებს, აქ მარტო ეტლით მოსარგებლეები არ მოიაზრებიან, ხო? აი ხა ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან, თუნდაც უსინათლო ადამიანები, სვენად დაქვეითებული
უფრო ადამიანები, ასევე ყველაზე მეტად ალბათ უნდა გამოვყოთ ხო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები, აი მათ ყველაზე მეტი პრობლემა აქვს. თუმცა აქვე აღნიშნავ, რაც შეეხება დაუშვათ აუტისტური სპექტრის მქონე პირებს, ხო, ძალიან გაძლიერდა ეს მუზოლოგია, ძალიან გაძლიერდა დაუნის სინდრომის მქონე პირები და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები კარგად მუშაობენ. ხო, ესეც უნდა აი თქვენც თქვით და აბსოლუტურად გეთანხმებით. მე ხა გესაუბრებით არა მარტო ჟურნალისტი, არამედ არა როგორც ჟურნალისტი და გადაცემის წამყვანი, როგორც მშობელი, ხო? ესე იგი თვითონ თემა მშობლებმა გააძლიერეს არასამთავრობო ორგანიზაციები და თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციები, ხო, ძალიან ბევრი მშობლის დაფუძნებულია და არასამთავრობო სექტორი გახდა სახელმწიფოსთვის მოკარნახე. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სახელმწიფო გვეუბნება, რომ გვიკარნახეთ, გითხარით, სახელმწიფო გვისმენს, ხო, მაგრამ მაინც ბევრი პრობლემა. თუმცა მე აი ეს კითხვა მექნება თქვენთან. ის რომ ეს პრობლემები მოგვარდეს, ნუ, კარგი, ცნობიერებაზეც კიდე ცალკე ვისაუბრებ და საზოგადოებაზე. რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობის პრინციპი და რამდენად მნიშვნელოვანია მედიის როლი? ეს არის აბსოლუტურად სახარო გუნდური მუშაობა და თემის გაერთიანება უნიშნელოვანესია, იმიტომ რაც უფრო მეტი ადამიანი ითხოვს, ზოგადად ყოველთვის ეგრე ხდებოდა, რაც უფრო მეტი ადამიანი ითხოვს რაღაც კონკრეტულს, მით უფრო მეტად არის გაძლიერებული იმ მიმართულებით მუშაობა და აღსრულების დიდი შანსი უფრო ასეთ საკითხს აქვს. რაც შეეხება მედიის ჩართულობას, უმნიშვნელოვანესია მედია რომ არა, ნამდვილად ეხლა წინა 10 წელს გადავავლეთ ჩვენ თვალი და მედია რომ არ ყოფილიყო, ვერაფერი ვერ მოხდებოდა, თუნდაც ის დოკუმენტების მიღება, იმიტომ რომ რაღაცა აიძულა რომ მთავრობა წყალებში რო თქვა რომ რაღაცა აიძულა და ჩვენი სათქმელი მედიით მიდის რომ გამოვდივართ 50 არტიკაცი შევიკრიბებით თუ რაღაც აქციას გავმართავთ თუ რაღაც სხვა პროტესტებთან მოვითხოვთ ამას ხედავს ამდენიმე ადამიანი მაგრამ მედიით როცა შუქდება მედიის გარშემო მოკლედ გამორიცხულია რომ რაღაც ადვოკატირებას დიდი შედეგი მოყვეს რა და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი არსებობა, თუნდაც ამ გადაცემის არსებობა უნიშნელოვანესია და თქვენი მშობლების როლი უშუალოდ და მშობლების ჩართულობა იმ ადამიანების მშობლების, რომლებიც პატარები არიან ან განვითარების შეფერხება აქვს, ან მენტალური შეზღუდვა აქვს და ვერ ახერხებენ თვითონ საკუთარი უფლების დაცვას, უნიშნელოვანესია და მოწიწებით დიდ პატივს გცემთ თქვენ და დიდი სურვილი მაქვს რომ თქვენ იყოთ ყველაზე ძლიერები, იმიტომ რომ ყველაზე უკეთ მართლა თქვენ იცით იმ პრობლემების შესახებ, რა პრობლემების წინაშეც დგას დღეს შემოგვიერთდა თემი. და რაც შეეხება პანდემიის პერიოდს, აი პანდემიის პერიოდზეც ვისაუბროთ, ხო დია? მინდა რომ გადავიდეთ აუცილებლად, რომ ისე რომ არ გამოგვივიდეს, რომ რაღაც აყოლებულ ქვეყანაში ვცხოვრობ და ყველაფერი კარგად არის. რა თქმა უნდა, კარგიც უნდა აღინიშნოს და ისიც უნდა ითქვას, ან მართულებით გამოიკვეთა პრობლემები. ეხლა მახსენდება სახალხო დამცველის მოტოდება, თუნდაც პირველი ტალღის პერიოდში, რომ დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს ის, რომ ვთქვათ, ის სოციალური პაკეტები და დახმარება, რაც გამოიყო თქვათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, არ შეეხო ყველა კატეგორიას, მაგალითად მეორე, ანუ მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რასაც ყველა ადასტურებს, რომ მართლაც არასწორი და არაჯანსაღი მიდგომაა, ეს ერთი და მეორე, ანუ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები, რაზეც ვისაუბრეთ, რომ რეაბილიტაცია, აბილიტაცია რაც გაძლიერდა, მოიმატა თქვათ დაფინანსება ამ მიმართულებით, ეს ყველაფერი დღეს შეჩერებულია და განსაკუთრებით იმ ადამიანებს უჭირთ, ვისაც მენტალური შეზღუდვები აქვს და ვერ ახერხებს თქვათ გაიგოს, რატომ უხდება დღეს სახლში ყოფნა, რატომ უხდება ეკრანთან ჯდომა და ასე შემდეგ, რაც წინა პერიოდში ისი აკრძალვად ხდებოდა, მაგალითად დიდხანს არ გაჩერებული იყვნენ ეკრანთან და ასე შემდეგ. ან დღეს პირიქით ხდება ყველაფერი და იმ ადამიანების მშობლების მდგომარეობა ძალიან რთულია, მე მესმის, იმიტომ რომ ძალიან რთულია შვილს ჯერ აუხსნა და გააგებინო, რომელსაც იმდენად არ ესმის ეს სიტუაცია, ვერ ითავისებს ისე, როგორც ტიპური განვითარების მქონე ადამიანი, ამიტომ უმძიმეს მდგომარეობაში არიან ასეთი მშობლები და რაღაც უნდა ძალიან დიდი მხარდაჭერა ესაჭიროებათ, კი ბატონო. ამ ადამიანებს რაღაცნაირად მაინც მიეწოდოთ ეს სერვისი ისე ფიზიკური იმით, რაღაც ყველანაირი უსაფრთხოების დაცვით და
ჰიგიენური ნორმების დაცვით, რომ არ დარჩეს ეს ადამიანები უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე სხვა ტიპური განვითარების მქონე ადამიანები. ყველა ხომ მძიმე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ეს კატეგორია არის უმძიმე მდგომარეობაში. თომა, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და დასასრულს აუცილებლად უნდა გკითხოთ ახალი კანონი შშმ პირთა უფლებების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ყველა პრობლემის გადაჭრის უმოკლეს გზად მიგაჩნიათ თუ არა? მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია კანონი რომ მივიღეთ. იდეალური რა თქმა უნდა არაფერი ბუნებაში არ არის და ყველაფერს რაღაც ხარვეზი გამოეძებნება, თუმცა ამ კანონის დახვეწა შეიძლება, მაგრამ ის რომ კანონში ბევრი ახალი ცნება შემოვიდა, ის რომ პერსონალური ასისტენტი, ის რომ სოციალურ მოდელზე აუცილებლად უნდა გადავიდეთ, ის რომ მოსარჩელის ინსტიტუტი გაჩნდა და ასე შემდეგ, ანუ ეს ყველაფერი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვითხოვოთ და მაქსიმალურად წინა პლანზე წამოვწიოთ ის საკითხები, რაც უკვე კანონით გამყარებულია და გარანტიას გვაძლევს, რომ უნდა აღსრულდეს. ამ კანონით შეგვიძლია თავისუფლად მოვითხოვოთ. ამიტომ რომ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში, ხო ვერ ვიქნებით იდეალურ მდგომარეობაში, ნამდვილად, მაგრამ ძალიან კარგ მდგომარეობაში ვიქნებით ამ კანონის თანმიმდევრული სწორი ქმედითი აღსრულება რომ იქნეს უზრუნველყოფილი. დიახთავარი აღსრულების მექანიზმი და დროულად მოხდეს ეს ყველაფერი. ეს კანონი ესე პირდაპირ არ აღსრულდება, რა თქმა უნდა, ამას ჭირდება სამოქმედო გეგმები. ეხლა გამახსენდა რომ იმპლემენტაციის ორგანო, ეროვნული კონვენციის იმპლემენტაციის ორგანო ჯერ კიდევ არ გვაქვს და სამწუხაროა რომ ეს არ გვაქვს. სხვათა შორის სახალხო დამცველის მოწოდებაც იყო და აუცილებელიცაა რომ კონვენცია უკვე 7 წელია რატიფიცირებული გვაქვს და როგორ არ უნდა გქონდეს იმპლემენტაციის ორგანო, ვიღაცა ხომ დაზრუნავდეს მის აღსრულებაზე, რაღაც უწყება ადამიანი, ვიღაცა ხომ და იყოს ამ მიმართულებით პასუხისმგებელი. კონვენცია რა დონეზეა და ასევე რა თქმა უნდა სამოქმედო გეგმები, მოკლევადიანი, გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები, რომ გადავალოთ თვალი კანონის აღსრულება როგორ მიმდინარეობს და სად გვაქვს ჩავარდნები, რა მიმართულებით გასაძლიერებელია მუშაობა და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი ასე რომ დაველოდოთ 15 წელი, ჩვენ 15 წლის ბოლოს ამდენი დრო არ გვაქვს. კი ბატონო, თომა, ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. მე გისურვებ წარმატებებს და უპირველეს ყოვლისა ჯანმრთელობას. სატელეფონო ხაზზე იყო აჭარის რეგიონში შშმ პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის კოორდინატორი თომა კაკაბაძე. ჩვენი საუბრის თემა არის შშმ პირთა საერთაშორისო დღე, ის გამოწვევები და მიღწევები, რაც თემს აქვს ამ მიმართულებით საქართველოში, როგორ ცხოვრობენ შშმ პირები ჩვენს ქვეყანაში. და ამ თემაზე გადაცემის მეორე ბლოკში გვესაუბრება გია ძნელაძე, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის თავმჯდომარე, ასე რომ დარჩით ჩვენთან რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ. დღემშვიდობის კვლავ დაგიბრუნდით. ჩვენი საუბრის თემა დღეს არის შშმ პირთა საერთაშორისო დღე, რომელიც 1992 წელს გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანი კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და გულაყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან. გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარია გია ძნელაძე, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის თავმჯდომარე. ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ მასთან ერთად. ბატონო გია, მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. ბატონ გია, როგორც აღნიშნე, 3 დეკემბერია შშმ პირთა საერთაშორისო დღე, ხო და უკვე მრავალი წელია საქართველოს ამ დღეს აღნიშნავს, უბრალოდ წელს ახლა პანდემიის გამო ბუნებრივია ეს ღონისძიებები არ დაიგეგმა. თუმცა მოდით ჩვენი საუბარი დავიწყოთ იმით, რომ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი დღის არსებობა და შემდეგ უკვე გადავალოთ თვალი აწლეულებს, როგორ ცხოვრობდნენ შშმ პირები დღეს, როგორ ცხოვრობენ, რა შეიცვალა, რა არის ის ყველაზე დიდი გამოწვევა, ვის წინაშეც თემი დგას და მიღწევებიც აუცილებლად უნდა აღნიშნოთ. გისმენთ. კი ბატონო, ეხლა მოგესალმებით, დინო, დიდი მადლობა რომ ასე ყურადღებით და თქვენი რადიო ყოველთვის ესე აჩუქებს ამ თემატიკას, პრობლემები ნამდვილად ბევრია. 3 დეკემბერი მოდი დავიწყოთ, ეს არ არის მილოცვების დღე, ხშირად უწევენ ხოლმე. მოსალოცი არაფერი არ არის. იმდენი მოსალოცი მომწერეს. საერთაშორისო დღე, იმიტომ არის გამოცხადებული, რომ ფოკუსირება მოხდეს პრობლემებზე, ფოკუსირება მოხდეს შშმ პირთა უფლებებზე. ეს არის მთავარი და ძირითადი პრობლემები კი თქვენ იცით რომ პრობლემების ასე ვთქვათ დიდი მარხილი დევს უკვე რამოდენიმე წელია გავიმეორებ და კიდე ერთხელ გავიმეორებ
ბევრი პრობლემებია, მაგრამ თუ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მთავრობამ და ასე შემდეგ სხვადასხვა მხარეს დავიწყეთ გაკაჩოთ, უფრო თვითონ მე უფრო აბრაბად ხალხი არასამთავრობო ორგანიზაციებზე მექნება ლაპარაკი. ეს მარხილი არ დაიძრება, ასე დასავა იმიგავისა არ იყოს. უნდა ერთი მხარეს დავდგეთ და ერთ მხარეს უნდა კონცენტრირება, ფოკუსირება გავაკეთოთ რამოდენიმე პრობლემაზე, თუნდაც ისეთ როგორიც არის თქვა თვითონ სტატუსის მინიჭების საკითხი, მე ფაქტობრივად ვფიქრობ, რომ თუ ადამიანმა თუ სახელმწიფომ არ განსაზღვრა დღეს ვინ არის ან რა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, თუ პირდაპირ არ ააგო, თუ არ შეცვალა პოლიტიკა, ხედვა, თუ პირდაპირ პიროვნულ საჭიროებებზე არ ააგო მისი ინტეგრაცია საზოგადოებაში, ინტეგრაციისა და ინკლუზიის გეგმა ვერანაირად წინ ვერ წავათ. ამას მოყვება შემდეგ ყველაფერი, რომ არ არის საკმარისი რეაბილიტაცია, არ არის საკმარისი მედიკამენტები, არ არის საკმარისი დამხმარე საშუალებები, თუმცა ჩვენ კონკრეტულად არ ვიცით ვის, რა, რამდენი და როგორ გვინდა რა რაოდენობით. კი ბატონო. პროგრამა თუ ამას შევცვლით, ამ მიდგომას შევცვლით და დამერწმუნეთ, ეს არ არის ძვირი მიდგომა და ეს არ არის ასე ესეთი გადაუჭრელი პრობლემა. პირიქით უნდა კონცენტრირება მოვახდინოთ ყველანაირად არასამთავრობო მთავრობამ და გადავდგეთ აქეთკენ უკვე ქმედითი ნაბიჯები. კი ეს კანონში მიწერდა და კანონში ბევრი რამე ჩაიწერა, კარგი და ძალიან კაი მოხდა. და მოხდა რომ კანონი მიღებული იქნა. ამ კანონისა და სხვადასხვა ასე ვთქვათ, კიდე კანონებს, სხვადასხვა კანონებს შესული ცვლილებებიდან გამომდინარე, მე მადლობა მინდა და არ მომერიდება მადლობის თქვა კი ვალდებულება არსებობს, მაგრამ არის კიდე ამ ვალდებულებას როგორ ასრულებს ხელისუფლებას და თუნდაც პარლამენტარებს მე რატისაც დიდი მადლობა ირანთავისუფლებას მინდა უთხრა ღია საზოგადოება საქართველოს და განსაკუთრებით ქალბატონ ნინოს, რომელიც ჩართული იყო ამ საქმეში და გუშინ თავრობა მიიღო დადგენილება ახალი რეგლამენტი ხელმისაწვდომობის შესახებ დაამტკიცა და ჩვენ გვაქვს სტანდარტები, ნორმალები დღეს უკვე საქართველოში, რითიც უნდა იხელმძღვანელო მშენებლებმა, რითიც უნდა იხელმძღვანელო სხვადასხვა უცხებებმა და ამას უნდა გაყვნენ და კი წერია ახალ კანონში რაღაც 25 თუ რაღაც 25 წლამდე, მაგრამ უკვე მივიღეთ, ხედავ გუშინ მივიღეთ, იქ ჩაიწერა. ეხლა ამაზე უკვე უნდა გადავიდეთ და აღსრულება უნდა მოხდეს ამისი. აღსრულების შესახებაც უკვე შეტანილი გვაქვს ცვლილებები. ასე რომ რაღაცის კეთება უკვე დღეს შეიძლება და ეს არ არის ასე ვთქვათ ხვალისთვის გადასადებით საქმე. და ეფექტურები ვიქნებით ამ კუთხით, რომ ძალიან კარგი რომ აი ეს დღე ამ დღეზე მაინც ფოკუსირება, ამ დღეს ამ დეკემბერს მაინც ფოკუსირება ხდება და მაინც გვინდა რომ რაღაცა შევცვალო და მაინც ვლაპარაკობთ ამ თემაზე. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია აღსრულების მექანიზმი და თქვენი საუბრიდან გამომდინარე ახალი კანონი შეშმოპირთა უფლებების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა, ყველა პრობლემის გადაჭრის უმოკლეს გზას წარმოადგენს, ეს ნამდვილად ასეა, თუმცა მართლაც აღსრულების მექანიზმი უნდა იყოს დროული და ხარვეზების გარეშე და ბატონო გია, ასევე მინდა აქცენტი გავაკეთოთ სოციალურ მოდელზე გადასვლაზე, იმიტომ რომ ამაზე წლებია საუბარი მიდის, ხო? რას მოიტანს ეს და რამდენად მნიშვნელოვანია? ნუ მაგაზე საუბრობდი ახლა რომ კი ბატონო, მაგრამ დიახ, რომ სვენელმა კარგად გაიგოს, დიახ. სოციალური მოდელი მე ვიტყოდი უნდა შევცვალოთ ესე რომ სოციალური მოდელი არ ქვია, ამას ქვია სოციალური უფლებრივი საჭიროებაზე აგებული მოდელი. იმიტომ რომ იმ მოდელში ხდება ადამიანის შეფასება და არა დიაგნოზის დასმა. როგორ შეიძლება 21 საუკუნეში კიდე ვიმსჯელოთ დიაგნოზით და იმის იქით ვერაფერს ვერ ხედავდეთ, ხო? ეს ხედვა შეცდომა, იმიტომ რომ ძალიან არ არის ესეთი რთული გასაკეთებელი, როგორც შორიდან ჩანს. უბრალოდ არ უნდა ძალიან რთული სქემების მოგონება. დაწყებული აქ მუშაობა ამ კუთხით, იუსტ მუშაობს, USAID აფინანსებს, მაგრამ მე მგონია რომ ცოტა რთული გზით მიდიან. ჩვენ შევთავაზეთ სხვა ვარიანტი, სხვა ხედვა და ალბათ კარგი იქნება რომ ამ კუთხით კიდე ერთხელ ბევრჯერ შევხვდეთ ერთი შეხვედრა ხან გაიმართა UNICEF-ის ასე ვთქვათ ჩართულობით და შეჩერდა ისევ. ჯობია რომ ამაზე რაც შეიძლება ხშირად ვილაპარაკოთ და როგორც ეს რეგლამენტი მიიღეს, ახლა სამშენებლო რეგლამენტი უცბად არ დაელოდენ წლებს, ისევე შეიძლება ამ სტატუსზე გადასვლა უცბად გამიგეთ. არ არის ამაში ისეთი კატასტროფული არაფერი. პირიქით მე ვფიქრობ შეიძლება პირველი წლები სახელმწიფოს მოუწიოს კონდა და უნდა მოუწიოს კიდევ რაღაც ხარჯის გადახდა და ხარჯების გატევა უფრო მეტი, მაგრამ შემდგომში უკვე ესე ინდივიდუალური ინტეგრაციის პროგრამები ბევრად და სწორად განსაზღვრული სტატუსი
ბევრად გაუიაფებს საკეთილო საერთო-სოციალური პაკეტების აწევას და უფრო ბევრად აი 10-ჯერ, 100-ჯერ უფრო ეფექტური იქნება თვითონ შეზღუდული კონეპირებთან. თავარი ხო ბენეფიტი არ არის. ფულადი ბენეფიტი. თუმცა კი ჩვენ მიჩვეულები ვართ. კი ბატონო, 70-იანი წლების მანძილზე უკვე რომ სულ ფულად ბენეფიტი დამეხმარებიდია ზახილით, მაგრამ თავარი ხო ის არის რომ შენ იყო ჩართულში. სულად ჭირდება 250 ლარიანი თუ რამდენიანი პენსია. თუ მე სამსახური მეკნება, სადაც მე შეულად ვიმუშავებ და ავიღებ 1500-ად, მაგრამ ვისაც ეს არ შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ეგეთები ნუ შეიძლება სტატუსიც არ ქონდეს ადამიანს და ისე იყოს ბევრი, ხო? აქედან გამომდინარე, აი ესე უნდა ვიყუროთ. მე იმ კანონმა, ამ სტატუსის შეფასებამ, ყველაფერმა ის უნდა მომწეს, რომ მე საბოლოო ჯამში გადასახადის გადამხდები გავხდე და არა თვითათაკიდებული სახელმწიფოზე. ეს ამას მოგცემს სტატუსის სწორი შეფასება და საბოლოო ჯამში რამოდენიმე სახელმწიფოს უფრო ბევრად იაფი დაუჯდება ამდაგვარი სოციალური და ეს არის სწორედ თანაბარი უფლებები და თანაბარი შესაძლებლობები, ხო, რაზეც ჩვენ წლები ვსაუბრობ და ბატონო გია ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და არ შემიძლია ამ პანდემიაზეც არ გავამახვილო ყურადღება, ხო? ნუ ყველამ ვიცით რომ შეშმო ადამიანები თემი განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს წარმოადგენს, ნუ სხვადასხვა მიზეზების გამო ხა ამაზე რო ვისაუბროთ დრო არ გვაქვს, არაერთხელ ვისაუბრია ჩემს გადაცემაში. და ნუ აი როგორ ფიქრობთ, ყველაზე დიდი გამოწვევა ამ პანდემიის ფონზე თემისთვის რა არის და მოგვარებადია თუ არა? ნუ ეხლა ეს კონკრეტულად თითქოს რა ზოგად ჭილში ახლა კონკრეტ ზოგად ჭილში არ უნდა ჩავარდეთ რაც თავარია პანიკაში. და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც თქვა რომ განსაკუთრებული აქვს თქვა რაღაც ისეთი რომ მაინდამაინც აი ეს ხაზგასმით ძალიან მოწყვლადი ჯგუფია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ესე არ განიხილება თუმცა მათ ის საჭიროებები რაც მათ სჭირდებათ განსაკუთრებული საჭიროებები რომ პერსონალურ ასისტირებაში, გადაადგილებაში, სათუსათო მომარაგებაში, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს და ასე შემდეგ, დამოუკიდებელი ცხოვრების განხორციელებაში, აი ამ კუთხით უნდა ვილაპარაკოთ, ამ კუთხით უნდა მივიღოთ ზომები, რომ რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ამ ეტაპზე დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, რა თქმა უნდა, იმ უსაფრთხოებების დაცვით, რაც არის, იმიტომ რომ იგივე უსინათლოები, იგივე წლით მოსარგებლე ხალხი ძალიან ხშირად ხელს ხმარობენ, ხო, იგივე ხელით ვიდიან და ეტალს ბორბელს ეხებიან, კედლებს ეხებიან რაღაცა და აი აქ ყოველთვის სადიზინფექციო საშუალებები და რაღაცა მეტად შეიძლება უწევდეს ყიდვა. აი ამ შემთხვევაში რაღაც უნდა ვიფიქროთ ისეთი ვიდით, თქვა მატერიალურად დავეხმარებით ამ ყავს რომ კონდეს ეს სადიზინფექციო საშუალებები და ასე შემდეგ, ვისაც ეს არ არის და ვისაც ეს უჭირს. და ზუსტად აი ხო დახმარების მომენტიც რომ იყო ის სისტემა რომელიც დღეს მუშაობს დიაგნოზებებული სისტემა რომელიც მხოლოდ კვეთრად განსხვავებული შესაძლებლობის მქონე პირები განსხვავდება და მას უმატებს ასლას ბევრია მეც ვარ მათ შორის ისეთი ადამიანი რომელსაც არ ჭირდება ეს დახმარება ასილარი ამ სახელმწიფოზე იმიტომ მე ხელფასი მაქვს ხო ბევრია კიდე სხვა ადამიანი რამდენს ვიცნობ ისეთი შესაძლებლობის მქონე პირი კვეთრად თუმცა ეს ასილარი არ ჭირდება ჯობია იმას მითებ ვისაც ჭირდება მაგრამ ეს სისტემა არ იძლევა საშუალებას რომ ესეთი დიფერენცირება გავაკეთოთ. აქედან გამომდინარე ისევ აი სოციალურ მოდელზე როგორც ეძახიან ეგრეთ წოდებულ სოციალურ მოდელზე გადასვლა იქნებოდა უკეთესი რომ სწორად განსაზღვრდეთ ვინ არის როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ასევე სოციალურ სიდუქტილეში მყოფი ადამიანი და რა ჭირდება მას. დღევანდელ ეტაპზე მე ვფიქრობ რომ კლინიკებში იყო რამოდენიმე შემთხვევა მოხდა ეტლიანი მოხდა კლინიკაში დამიკავშირდნენ მაგრამ თუ სადმე არ იყო რამე თქვა მოსახერხებელი ან აბაზანა ან დუში ან ტუალეტი მეც პერსონალი ძალიან კარგ ასისტირებას უკეთებდა ამაზე მომივიდა სიგნალი და აქედან გამომდინარე ესეთი მკვეთრი და მწვავე პრობლემა არ შექმნილა რა კარგი ძალიან კარგი კონცენტრირება იქნება თუ დავეხმარებით აი სადიზინფექციო საშუალებები და დამოუკიდებელი ცხოვრების ასისტირებით. და ბატონგია, კიდევ უნდა ჩაგეკითხოთ, ან თქვენ ხართ კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის თავმჯდომარე უკვე წლები და ძალიან დიდი გზა გაქვთ გავლილი, ხო და კოალიცია არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. ამ პანდემიის ფონზე თქვენი სამომავლო გეგმები რას აპირებთ? ანუ გექნებათ პროექტები, პროგრამები, განსახორციელებელი. პრობლემები ძალიან ბევრი გვაქვს და ხედვა გვაქვს ძალიან ბევრი. ჩვენ ფაქტობრივად ეხლა რამოდენიმე პროექტს მანთავთ ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი რომელმაც გამოიღო შედეგად ის რომ ახალი კელვოკერის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრი
დაასწა დაფუძნა გადამზადდა და რამოდენიმე ათეულობით სპეციალისტი და ასე შემდეგ დაფუძნა საინფორმაციო ხარდაჭერის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრები. ეხლა მეორე პროექტი დავიწყეთ მაგ ჯორჯიასთან ერთად, როცა საფუძველს უყრით უკვე საინფორმაციო და ხარდაჭერის ცენტრებს კი არა, უკვე დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები, ესეთი 6 დაფუძნდება 6 რეგიონში საწყისში და მერე უკვე ამ პილოტის შემდეგ უკვე რეკომენდაცია მიეწოდება სხვა მუნიციპალიტეტებსაც, რომ ასეთივე დაარსონ ესეთი ცენტრები. ეს რთული სამუშაო მექანიზმია, ეს აკვანი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრებისა და იქიდან ჩამოვლენ ჩვენი მეგობრები და დაგვეხმარებიან, რომ აქაც ესეთი დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები შეიქმნას, რომლებიც ფაქტობრივად ხიდია თემსა და სახელმწიფო მუნიციპალურ ადგილობრივ მთავრობას შორის, რომ სწორედ და კარგად დაიგეგმოს და იმ სახელმწიფო პროგრამებში სწორად იყოს ასახული თემის მოთხოვნები და საჭიროებები. აი და მე ამის ზედამხედველობაც მოხდეს, როგორ ასრულებენ ამ რეკომენდაციებს. თელი ეს კაი პროგრამა, ორწლიანი პროგრამა, რომელიც ახლა დაიწყება და ამ პროგრამის დასასრულს ალბათ იმედია, რომ ჩვენ ეს 6 კაი ცენტრი გვექნება ამ 6 რეგიონში და თუ ვინმე ახლა კიდე კი ბატონო. ძალიან კარგი. დიდი მადლობა. გეგმები ძალიან ბევრია, იურიდიული დაცვა სპეციალური მოსარჩელე შემოიტანა ახალი თემა კანონმა და ამის გაძლიერება, რომ დისკრიმინაციის ფარგლები და ფაქტები და ასე ვთქვათ, ისეთი რაღაცები, რისთვისაც ვთქვათ, დღეს დისკრიმინაციის ფაქტები მრავლადაა საქართველოში, რომ უკვე სპეციალური მოსარჩელე აღმოფხვრავს ამ და სარჩელები და სასამართლოში ვიბრძოლეთ. აღარ დაგჭირდება ინდივიდუების შეტუხება ხალხის გამყინვარება. ბატონგია, ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო და საჭირო საუბრისთვის. უპირველეს ყოვლისა გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს. სატელეფონო ხაზზე იყო. მადლობა. გაიხარეთ და დიდი მადლობა თქვენ, რომ ესეთ საშუალება გვექნება, რომ ჩავერთოთ. მადლობა თქვენ. და გავაგებიოთ ჩვენი მიზნებისა და ამოცანების შესახებ. მადლობა. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის თავმჯდომარე გია ძნელაძე იყო ჩვენი სტუმარი. გადაცემის პირველ ბლოკში ჩაგვერთვა აჭარის რეგიონში შეშმოპირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის კოორდინატორი თომა კაკაბაძე. შეგახსენებთ, ჩვენი საუბრის თემა იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე, რომელიც 3 დეკემბერს 1992 წელს გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანი კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან და დისკრიმინაციასა და უგულებყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან და აქვე კიდევ ერთხელ დავამატებ, რომ საქართველოში ახალი კანონი შეშმოპირთა უფლებების შესახებ, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა, ყველა პრობლემის გადაჭრის უმოკლესი გზა, მთავარია აღსრულების მექანიზმი იყოს დროული. აი ამით მინდა დავასრულო დღევანდელი გადაცემა და ყველას გისურვოთ წარმატებები და რასაკვირველია ჯანმრთელობა. მეოშაბათამდე დაგემშვიდობებით, ხოლო რადიო იმედის დღის არხი აგრძელებს მაუწყებლობას. დიტო მარინაშვილი შემოგვიერთდება სპორტის სიახლეებით და თეიკო ანჯაფარიძე. დროებით მადლობა, ნახვამდის. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ.